ღიო, რამდენ ვიდეოს ვდებ დღეში და რამდენს გამოიმუშავებ ამ ვიდეოებიდან? დღეში ვდებ მინიმუმ 1, მაქსიმუმ 3 რილს ახლა. დღეში გამოდის საშუალოდ 2. დღეში 60. კაი, და რამდენს გამოიმუშავებ? ნახვებიდან არაფერს. არა, Facebook-მა ჩართო მონეტიზაცია და $100 მერიცხება ნახვებიდან. $150. Facebook-ს. კი. და ამ $150 სჭირდება 3 მილიონი ნახვა. თვეში 3 მილიონი ნახვას ვაგროვებ. მოდი დავაკონვერტიროთ ეს ყველაფერი, რამდენი კლიენტი მოყავს ამ ვიდეოებს და რამდენს გამოიმუშავებ კლიენტებიდან და არა მონეტიზაციიდან, იმიტომ რომ მონეტიზაცია საქართველოში არ მუშაობს აშკარად. ხო, მონეტიზაციაზე ნახვებზე ორიენტირება არის კატასტროფა. მე ინფომეგრელი ვარ, ყიდი ინფორმაციას, ერთადერთი ინფომეგრელი ვარ. დაახლოებით გამოდის არამხოლოდ ვიდეოების დადებით, არამედ პლუს რეკლამით, საშუალოდ 10-დან $15,000 თვეში. რეკლამაში რამდენი გახარჯება? აქედან. თუ ეს $5,000-7,000. $5,000 სუფთა რომ გამოვიდეს $15,000. ოკეი. ანუ დაახლოებით $10,000 შეუძლო თვეში ვიდეოების ჩაწერით, მონტაჟით და შემდეგ ამ ვიდეოებიდან როცა შემოდის ლიდი, ამის დაკონვერტირებით კლიენტებად. ხო, ესაა ყველაზე ცუდი თვე. $10,000. ყველაზე ცუდი. კაი. ყველაზე ცუდ თვეში რამდენი გამოგიმუშავებია და ყველაზე კარგ თვეში რამდენი? სუდ თვეში მე რავი 6 წელია რაც ამით ვარ დაკავებული ინფომეგრელობით და იყო $4,000, $5,000. ძალიან ცუდ, ჩემთვის ძალიან ცუდი თვე იყო ეგ და ყველაზე კარგი იყო 22,000. როდის იყო 22,000? შავი პარასკევი 2025 წლის ნოემბერი. ამდენი თანხა შემოგდის და რაში ხარჯავ, აინვესტირებ, რა ცხოვრებაში ხარჯავ, როგორ მიგდის ფინანსები, როგორ ანაწილებ ფინანსებს, იმიტომ რომ ეხლა ძალიან ბევრი ადამიანია, რომ მაგალითად თვეში გამომუშავებს $10,000, მაგრამ არ იცის როგორ გაანაწილოს თავის ფინანსები ისე, რომ თან მე მაგარი ტრანჟირო ვარ და ელისო მეხმარება მაგრად, ჩემი მეუღლე და ინვესტიციები რა თქმა უნდა გვაქვს, ყიდულობთ აქციებს, კრიპტოვალუტასაც, ბევრს არა იმას, რაც მართლა რეალურია, ეთერიუმი, ბიტკოინი, S&P 500, მაგაში რა თქმა უნდა ვანაწილებთ. ამის გარდა ეხლა უძრავი ქონებაც შევიძინეთ, რომ ესეც ინვესტიციისთვის იყოს და არა საცხოვრებლად, თბილისში. ვილაზე ვხარჯავთ $2,400 ბალიზე ყოველ თვე. საჭმელი ხარჯებზე რო გადავიდეთ. ხო. აი ბალიზე ხარ, რამდენი გეხარჯება, ვიცი რომ ძალიან მაგარ სპორტერბაში დადიხარ, სულ ყოველთვის რესტორანში ჭამ. მასაჟებს არ იკრებ. ანუ ეს თავისუფლად ცხოვრებაში, მოდი ეს დავარქვა. ან თავისუფლად ცხოვრებაში და შენ გემოზე ცხოვრებაში, რომ არაფერი არ მოაკლო შენ თავს, რამდენი გეხარჯება ბალიზე და შეადარე რამდენი დაგეხარჯებოდა თბილისში იგივე ცხოვრებით, რომ ცხოვრობდა. მედალის დავთვალეთ და ორ ადამიანზე გამოგვივიდა $5,000 ბალიზე. თბილისში გვეხარჯებოდა ხანდახან უფრო მეტი. თან ამ $5,000-ში ის $2,400-იანი ვილაც შედის. და თბილისში ჩვენ არ ვიხდიდით არაფერს, იქ ჩვენი ბინები გვაქვს. და მაინც მაგდენი და უფრო მეტი სიხარჯებოდა ხანდახან. ანუ ყველაზე მეტი თანხა რაში გეხარჯება ბალიზე ცხოვრებისას? მოდი ესე რომ იმასავ. ალბათ საცხოვრებელი. კაი. ისეთ კითხვას დაგისვა. მინიმალურად რამდენი შეუძლია რომ ადამიანმა იცხოვროს ბალიზე? აი მაგალითად კონტენტ კრეატორი არის, ყავს მაგალითად რაც სპონსორები საქართველოში, რომლებიც უხდიან გარკვეულ თანხას და უნდა რომ ბალიზე დიჯიტალ ნომადის სახით იმუშაოს, დაიწყოს ესე კაფეში, რაღაც დღეში რამდენიმე საათი იმუშაოს და გააკეთოს დაახლოებით თქვათ $1,000-1,500 საკმარისი არის შენი აზრით ეს რო იცხოვრო ბალიზე. მე არ ვიცი როგორ, მაგრამ ტიპებს ვიცნობ, ვინც მართლა $1,000-ით ცხოვრობს. კი. შეუძლიათ, თუ სახლში ამზადებ, ცხოვრობ ერთოთახიანში, რავი, თან თუ მარტო ხარ, ცოლი არ ყავს, ფისო არ ყავს, მარტო ხელა ადამიანი ხარ, კი, შეგიძლია. Guest house-ში $200-300 ცხოვრო. ყოველ დღე ჩემსავით დღეში 3 ყავარდალიო, არა აუცილებელი. მასაჟი და კვირაში ერთხელ რო გაიგეთო, $20-25 ხო? საქართველოში აღარ მასაჟი. ხორღადაო. არც საქართველოში რაფასები. საქართველოში რაფასები აქვს? მინიმუმ $80. აქედან იწყება. ყველაზე ცოტა. ხო და კი
არის ხალხი, ვინც $1000 აქ ცხოვრობს ჩვეულებრივად. და ერთი რილსი შემხვდა, საერთოდ $500-ზე ცხოვრობდა ერთი გოგო. არ ვიცი. საინტერესოა, მაგრამ შეიძლება. კულტურული შოკი გქონდა აქ რო ჩამოხვედი? კი. რატო? კულტურული შოკი ჰქონდა, როდესაც ნებისმიერი უცხო ადამიანი ავტომატზე გიღიმის. აუ ეგ ძალიან გარეთ რო გადიხარ და ცუდ ხასიათზე რო გინდა რომ იყო და სპეციალურად მოდია მე მგონი დამოღალებული მოხსენ ცოტა ცუდ ხასიათზე თუ ხარ ტიპი მოდის და ესე შემოგიდი ერთი სულიაკ შემოგცისინოს თვალებში ძალიან და რო ჩავადი მეთქი რა უნდა აზია ტაილანდში ეგრე იყო აქაც ეგრეა და რა ძალიან ასწორებს ზოგადად ეს ნაწილი აზია მაგიტომ მიყვარს სტუმართმოყვარეობა აი მართლა საქართველოს სტუმართმოყვარეობა ვიცი სხვა შორის ძალიან სტუმართმოყვარეები ვართ მაგრამ როცა აზიაში ჩამოხვალ ანუ რეალურ სტუმართმოყვარეობას მაინც აქვს კი 100%-ით. გამიბრაზდებიან ქართველები. არ ვიცი, ანუ ყველას ემოციები გვაქვს, ახლა ადამიანები ვართ, მაგრამ აზიელებს მე მგონი ნეგატიური ემოციები არ აქვთ, ანუ გენეტიკაში არ ვიცი, საერთოდ რანერი ხალხი. ცუდ ხასიათზე იყოს არ მოვა და ანუ ცუდად არ შემოგხედავს, ცუდად მაინც გაგიღიმებს. მაინც გაიღიმებს. ამ შანზე ბრინჯზე იყოს და მხოლოდ ბრინჯი რო ჭამოს. კი, თვეში $100-200 ქონდა შეიძლება და აი და ძალიან დაღლილი იყოს და მაინც დაგეხმარება, მაინც ხიმილით იქნება სახელი, არ ვიცი. ძალიან ბევრი მაქვს ასწავლი ამ ხალხისგან რა. კი, ძალიან. რა სირთულეებს ხვდები ბალიზე ცხოვრებისას, მოდი მაგას. სიარული მომენტად რა. აუ. თბილისში. მარტო სანაპიროზე უნდა თუ საერთო ფაქ არ არის ეს. სანაპიროზე ყოველჯერზე ხო ვერ ავტომატზე არ გადიხარ სანაპიროზე, მაგას ძალისხმევა სჭირდება რომ იმისთვის რომ სანამ დააპარკინგო ბაიკი, გამოხვიდე იარო და მე ისე ბაიკზე დაждე. აჰა. დისონანსებია ბევრი. და თბილისში ახლა რო ვიყავით 2 თვით დეკემბერი თებერვალი, დღეში 15 კილომეტრს დავდიოდი. ანუ რა ვიცი, ძალიან მიყვარს. მაგის გამო მიყვარს ძალიან ევროპის ტერიტორია. ფიზიკურად იმდენად კომპაქტურად არის ჩალაგებული გზები და ეს პატარა კონსული არის, რომ ძალიან რთული არის ესე. მაგრამ არის რაღაც რეგიონები, სადაც შეგიძლია. ტაილანდში ეგრე იყო, მახსოვს მე ვერ გაივლი ვერსად. კი. კაი, კიდე რა სირთულეებს ხვდები ცხოვრებაში? ნუ სირთულე ის რომ ოჯახისგან და ბევრი ძველი მეგობრისგან შორს ხარ, მაგრამ ეხლა ბევრად მივეჩვიე. ადრე ცოტა რთული იყო. ეხლა ნუ ადაპტაცია, რა უკვე 1 წელზე მეტია ქვეყნის გარეთ ვარ და ბევრად მარტივია ეხლა, მაგრამ მაინც ხანდახან გაქვს ის ნოსტალგია. რამდენიმე თვის წინ იყავი საქართველოში, ხო? 4 თვის წინ იყავი საქართველოში. თებერვალში ჩამოვედით 3 თვის წინ. 3 თვის წინ იყავი საქართველოში. კარგად იცი საქართველოს ფასები, მე აზრზე არ ვარ საერთოდ ხარ ახდება 3 წელია ავყოფილ ვარ იქით და აი რო შეადარო საქართველოს მაგათაც რესტორნის ფასები რო შეადარო რა საქართველოში ხა აქ როგორც იკვებები ისე რო იკვებო რამდენჯერ მეტი დაგეხარჯება იქ მარტივად აქ არის ქართული სამზარეულო ქართული რესტორნები ტიფლისი მაგალითად დავიღოთ ბალიზე ძალიან პოპულარულია ერთი ხინკალი რესტორანია ხო ქართული ბევრია არ ვიცი ხა ეხა კიდე იხსნება ერთი ხინკალი რა ღირს საქართველოში ერთი ხინკალი რა ღირს $3 მაუ. ერთი ხინკალი 3. და საზღვარგარეთ რომ ხინკალი ჭამო, ბუნებრივია რომ მეტი უნდა ღირდეს ესეთ ხინკალი, ხომ ესეა? ბუნებრივია. იმპორტული ხორცი. ხო, ანუ რაღაცა განსხვავებული სამზარეულოა. ხორცი. ლოგიკურია რომ მეტი უნდა ღირდეს, მაგრამ უფრო იაფი ღირს. კი, აი ესეთი გამრიელი არ არის, მაგრამ $2 და 20 თეთრი ღირს, აქაური ფასებით ტიფლისში ხინკალი, ბალიზე. ეგერც. აჭარული ხაჭაპური? აჭარული ხაჭაპურის ფასი ბოლოს ბათუმში რო ვჭამეთ, იყო $25. 25 ლარი. ტიფლისში ვჭამეთ $20. კი, უფრო იაფადაც. კიდევ მაგალითად ყავა, მე მიყვარს შვრიის რძეზე. ნუ შვრიის რძის თანხას ცალკე ამატებ, ყოველთვის fresh milk-ზე უფრო ძვირი ღირს. კაი, გადავიხდი, მაგრამ რამდენს? Dunkin' Donuts-ში ჩვენთან რო 16 ლარი ღირს მაგალითად. ყავა? ხო, შვრიის რძეზე ყავა და ძალიან ცუდია, საზღარი. საზიზორობა სერიოზული. და აი შავში მაგალითად ერთადერთი კაფეა, რომელიც მიყვარს თბილისში, მან ღირს 15 ლარი. აქ ყველაზე ძვირიან კაფეში ღირს 10 ლარი. რესტორანში, კაფეში. რესტორანში, ხო, ეხლა სადაც ვარ, აქ ღირს 10 ლარი. დიდი თან, ანუ დიდი პორცია. იქ არის ამხელა პორციები საქართველოში. დიდს არ გისხამა. მე რა გეკითხებია საქართველოში რატო არ მოდიხარ, რატო არ ცხოვრობ? როცა თავისუფლება გაქვს ფინანსური. ერთი კანადელი შემხვდა, საქართველოში ვარო ნამყოფიო, ისავ გაგვესაუბრა და ისე მომეწონაო, რომ ვიფიქრე, უფრო მეტხანს ხო არ დავრჩიო და არ დავრჩი იმის გამო, რომ
ძალიან ბევრი მეხარჯებოდა სუპერმარკეტებშიო. და მეთქი what? კანადელი. მაგრად ეხავს ხო? ძალიან. და როცა თავისუფლება გაქვს რა, ანუ ეგ არის ყველაზე მთავარი, რომ თავისუფალი არჩევანი გაქვს იმისი, რომ წახვიდე ის ადგილზე, სადაც სულ ზაფხულია, სულ თბილა. ცხოვრობ სანაპიროსთან ძალიან ახლოში. ხარ დაკავებული ესეთი აქტივობებით, რომელიც შენ ყოველდღიურ ცხოვრებაში უკვე ძალიან ჩვეულებრივია, მაგრამ ზოგიერთ ადამიანისთვის ძალიან პოპულარული არის ეგ. და როცა ამხელა შესაძლებლობა გაქვს და მე არჩევნის წინაშე ხარ, იცხოვრო ქვეყანაში, სადაც ბიზნეს ხელს არ უწყობენ, სადაც გარეთ გადიხარ და ყველა ცუდი სახით გიყურებს და დაღვრემილი გიყურებს და ყველას ძალიან ბევრი პრობლემა აქვს და ყველას და ჩამოდიხარ და აქ თითქოს რაღაცა ბაბლში ცხოვრობ რა, რომ არ არსებობს არც პრობლემები, არ არსებობს არც ცუდი, არაფერი, არც ომი არ გეხება აქ, არც არაფერი არ გეხება და თითქოს მოწყვეტილი ხარ რეალობასთან, სალკე რეალობა არის შექმნილი. და რას ურჩევდი იმ ადამიანს, ვისაც უნდა რომ წამოვისხო. ბევრი მირეკავს ძალიან საქართველოსთან, სიმართლე რომ გითხრა, რომ მინდა ბალიზე გადმოსვლა და მირჩიე როგორ დავიწყო, როგორ წამოვიდე, რა გავაკეთო და აი რას ურჩევდი ეს ადამიანს. ერთმა მითხრა ეგრე, ძველი ნაცნობია ჩემი, იმისთვის რომ ჩამოვიდე მჭირდება კაპიტალიო. მეთქი არა, კაპიტალი გექნება, ან კაპიტალს შეჭამ და მე სად მიდიხარ. აჰა. შენ გჭირდება ონლაინ შემოსავალი. კი, ყველა ვარიანტი. თორე მე იძახე self worth is not the net worth და იყავი, ანუ ფული თუ არ გექნება, არაფერი არ გიშველის. ამოგეწურება და ეგ იქნება. ონლაინ შემოსავალი. ფული რას წარმოადგენს მოდი შენთვის? ბედნიერებას და თავისუფლებას. ჩაშალეო. იმის მაჩვენებელს, რომ რაც უფრო მეტი ფული გაქვს, ესე იგი მით უფრო მეტი ლეგალური გზით. მით უფრო მეტი სარგებელი მოუტანა გასაუბრებას. ეგ არის მაგის მაჩვენებელი. ანუ გირჩევნია რომ მოწყენილი იყო და ტიროდე ფერარში და ბედნიერი იყო სიხარებაში. просто Ferrari ბალიზე არ ვიცი როგორ ბალიზე ანუ არ შეგერგება Ferrari იყოს Kawasaki-ზე. ჯანდაბას. ხო, ჩემთვის მაგალითად ეგ ერთ-ერთი დიდი პრობლემა არის, რომ არ შემიძლია კომფორტის მოყვარული ვარ ძალიან და მანქანით სულ გადაადგილება არ შემიძლია. კი, მოტო თავისუფლებას გაძლევს, ძალიან მიყვარს მოტოც, მაგრამ შუა დღეს როდესაც ხელა წვიმაში ან ეგეთ იმაში ამინდებში მირჩევნია რომ მანქანით გადავადგილდე, უბრალოდ აქ შეუძლებელია თითქმის და ეგ ცოტა პრობლემურია. ხო, თუ დრო შენთვის არ არის მნიშვნელოვანი, დაჯექი მანქანაზე ბალიზე და იყავი. საცოცხლო გამოვეკეცი. არა, ასე იქნები და მაგას გამოვეკეცი, ყველაზე მეტად ეგ მეზიზღებოდა თბილისში, რომ ან საცობები, უსასრულო საცობები და აქ საცობი არის. ბანგკოკში ხარ მომყოფი მანქანაზე, მანქანით. არა. არ მინდა. ძალიან სოფლიო ის არის. 10-ზე უნდა გაამრავლო თბილისის საცობი. ეგა ბანგკოკი. ბოლო 1 კილომეტრს მახსოვს, ზუსტად 45 წუთი მივდიოდით ჩვენ სასტუმროში, ანუ 12 კილომეტრი იყო და 11 კილომეტრი გაიმინა როგორც ეს smooth ჩაიარა ასე. ბიჭო 1 კილომეტრი და ჩვენ უყურებ რა მეებს და რაღაც ბიჭო მე კი დიდხანს უყურებ უკვე 45 წუთი გასულა. ძალიან ხო ესეთი თემა არის.